მოკლედ ამ ვიდეოში იქნება კოდის განხილვა მთელი დღის თუ რა ხდებოდა მარკეტზე და რა ტრეიდების გახსნა შეიძლებოდა. დავნახოთ. რატო ვიცოდით, რომ აქ იყო აღმავალი ტრენდი? და ზოგადად დიდი ხანი აღმავალში ვართ და რატომ ვიცოდით, რომ აქ ვიყავით ბულში? პირველ რიგში დეილიზე ეს დიმენდის შევსება გვაქვს. აქ გვაქვს დიმენდის შევსება და წავედით ზემოთ. მოდი აქ უკვე 1 საათიანზე განვიხილოთ. აქაც break of character-ი ძლიერი გარღვევა არის, მაგრამ უკვე აქედანვე დაახლოებით ვიცოდით, რომ აღმავალი ტრენდი იყო დაწყებული 1 საათიანზე სტრუქტურის შეცვლების გამო. რა თქმა უნდა, ეს 100%-იანი არ არის, მაგრამ როცა სტრუქტურა შეცვლის 100%-იანი არ არის, რომ ქვევით არ წამოვა, მაგალითად აქ 1 საათიანი სტრუქტურის შეცვლა არნიშნავს ამას, რომ აუცილებლად ბულში არის, განსაკუთრებით თუ სკალპერობ. თუ სკალპერობ, ისეთი პოზიცია უნდა დაიჭირო, რაც რთული არის განსაკუთრებით. მაგალითად, აი აქედან უკვე როცა აი ეს გაარღვია უკვე ესე ძლიერად და აი ესე აღარ თამაშობდა აქ ტრენდში, აქაც თან აი ეს რომ გაარღვია გასაგები იმიტომ იყო, რომ ბულიშზე უნდა გემუშავა შემდეგი დღეები, რომ ერთი აქ აი ძლიერი სათლით შეცვალა, არანაირი ფითილა არ დატოვა და არაფერი და შეასვა ის დიმენდი. ჯერზევით time frame დავუყურებთ, იმიტომ რომ ეს რასაც აქ შეიძლება აქ პირდაპირ ესე ვერ გახსნათ ტრეიდს რა, დადასტურებები ბევრი უნდა მოგცეს double time frame-ზე, მაგრამ აქ განვიხილავთ ტრენდი რა იყო ამ დღეებში. უფრო ბოლო 2 კვირაში დაახლოებით. ეს თარგეთი რაც გქონდა, ესეც მოხსნა. ნუ აქ რა ხდება? ძირითადად აქ სტრუქტურას შეცვლის ხოლმე, მაგალითად აი აქ, ხო? და წამოვიდა დიმენდი შეავსო. როცა ზევით ავა უკვე თუ ეს გაიქცა, მერე აქ მეორეჯერ აღარ უნდა ელოდო ჩამოვიდეს დიმენდში რა. აი აქ მაგალითად მოხდა ეგრე. კი, ჩამოვიდა დიმენდში და შემდეგ წავიდა, მაგრამ აი აქ liquidity გააკეთა, ვინც აქ ადრე აჩქარდა და აქ შევიდა და liquidate აი გავალოთ, რომ liquidity გვაქვს.
აი აქ დალიკვიდეიტა. მაშინ ჩასვარგა. დალიკვიდეიტა და მე შეცვალა სტრუქტურა. მაგრამ ძირითადად აქ ერთხელ რო შეავსებს დიმენს, მაგალითად ძირითადი დიმენდი ეს არის, იმიტომ რომ აი ამან გასვიბა ამას შეცვალა სტრუქტურა და ჩამოვიდა დიმენში, ხო? ანუ ამას უნდა ელოდოს. მაგალითად ვიღაც შეიძლება დალოდებოდა აი ამ დიმენს და რა მოხდებოდა? ამ დიმენს შეავსებდა თუ სკალპერია აქ გააკეთებდა მოგებას, მაგრამ მომავალ პერსპექტივაში მისი ხედვა არასწორი იქნებოდა, იმიტომ რომ წავიდა ზემოთ, დააფეიკა, წამოვიდა და გასვიპა ეს დიმენდი. ანუ ეს იყო ჩვეულებრივი მანიპულაცია. ანუ შეიძლება ასეთ დიმენზე გააკეთო მოგება, მაგრამ ეს არის უსაფრთხო. ესე რომ ვთქვათ. და ჩვენ კიდე იმაზე ვართ ფოკუსირებული, რომ გავხსნათ რაც შეიძლება ნაკლები ტრეიდი და რაც შეიძლება დიდი ალბათობით. მაგალითად გავხსნათ ისეთი ტრეიდი, თუნდაც კვირაში ერთხელ რო იყოს 90%-იანი სეტაპი, 95%-იანი და დავიჭიროთ დიდი ტრეიდი. ისეთი ტრეიდი, რომ შემდეგმა 2-3 წაგებამ არ განაპირობოს მაინც მინუსში წასვლა რა. ანუ სიტყვაზე ერთ ტრეიდში გააკეთო $1500 და კარგი რისკრევათი თუ გექნება, შემდეგმა 3 ტრეიდმა შეიძლება მაინც პლუსში იყო და $500 იყო სიტყვაზე. 3 ტრეიდი წააგო მაგის მერე, მაგრამ მაინც იყო პლუსში რა. და სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, რომ სწორი რისკთურევარდი და არა მარკეტის გაყოლა. შეიძლება აქ გააკეთო პატარა მოგება, მაგრამ მერე მანიპულაცია და ჩამოსვლა. შემდეგ აქ ქონდა სტრუქტურის შეცვლა და უკვე აქ რამდენი დღე იყო 1 2 3 4 დღე, არა 3 დღე არის. არა 4 დღეა, ეს დღეს იცლება. 4 დღე არის აღმავალი. აი რამდენად ძლიერი არის, აი ესე გაარკვევს. 4 დღე, აი ესე მიდიოდა მარკეტი. აქ ну, პატარა 1-წუთიან და 3-წუთიან მაგალითებსაც განვიხილავთ, მანამდე day time frame-ებზე ნახოთ თუ საიდან იყო შესაძლებლობები. მაგალითად, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა გარღვევის მერე აი აქ. აი აქ ამ დიმენდის შევსებაზე იქნებოდა კარგი 1 წუთიანზე, 1-3-5 წუთიანზე დადასტურებას ნახავდი და შეხვიდოდი შვენიერი ტრეიდით. არ არის საჭირო აქამდე აგიღო, ჰაიმდე რო აგიღო, დიდი მოგება იქნებოდა მაინც. კიდევსაც შეიძლება. აქ შეიძლებოდა, მაგრამ სარისკო იყო. კი, აღმავალი იყო. აქ აღმავალი იყო და აი ესეც დალიკვიდირებული ქონდა. მაგრამ მაინც რახან აქ ჩამოვიდა და ლიკვიდეიტა უნდა ყოფილიყო სტრუქტურის შესვლა, შემდეგ ყოფილიყო დიმენდი. აქედან კი სარისკო იქნებოდა ტრეიდში გასვლა. ასე რომ აქ მაინც ხარისხიანი არ იქნებოდა.
მაგრამ თუ ერთ წუთიანზე ან 5 წუთიანზე, მაგალითად 15 წუთიანი მოგცემდა ისეთ დადასტურებას, მანდ შეიძლებოდა გახსნა. იყო ორი ტრეიდი, მანდაც. ხოლო რა შეიძლება რაც გარღვია ეგ აი აქ არის აი გარღვია ნიგაი ეს არ გვინდოდა მან кайხოს გარღვია აქ უკვე არც იყო საჭირო რამე 1 საათიან დიმენდი მოგვეძებნა აი ამ ხელა გარღვით როცა ხდება ხოლმე ძირითადად იმ დღეს მინიმუმ არ არის საჭირო აი ესეთ დიმენდში ჩამოვიდეს და რაღაც თავარია კარგი დადასტურება იპოვა 1-3-5 წუთიანზე. აი ამ 3-ის შერწყმით 5 წუთიანზე სიტყვაზე კარგი ძლიერი სამთელი მოგწეს 3-იანზე დოჯი 1-იანზე მინიმუმ 2 სამთელი მაინც აღმავალი ან ფითილა და ამ 3 ტაიმფრეიმის შერწყმით დაბა ტაიმფრეიმზე. მაგრამ 9 საათიანიც არ უნდა იძახდეს ცუდ რამის. და რა ხდება? აი ეს ბოლო დღე იყო ავედით აი მოხსენით ეს იყო 13 ნოემბერი მეგონი ეს არ იყო საერთო აი არა როზე მაღლა ვიყავით 20 ოქტომბერს მეგონი აი აქ არის ხო ეს გავდაოლიქდით 20 ოქტომბერს იყო 4300-ზე ყველაზე მაღლა ასული და იმის შემდეგ ძლიერი ჩამოსვლა ქონდა, მაგრამ აუცილებელი ჩამოსვლა ქონდა. ხო, ეხლა ჩვენი პრედიქტი რა არის? მომავალში, რა თქმა უნდა, ფიქრობ, რომ ამას აიღებს. ამას აუცილებლად აიღებს ამაზეას ჰაის. მაგრამ არ არის გარანტირებული რომ ეს აიღოს. შეიძლება ესეც აიღოს მომავალ დღეებში, მაგრამ აი ამას მინიმუმ აიღებს შესაძლოა ამ კვირაშიც კი. და გამოცხავ ხვალაც აიღოს. დიდი პროექტი არის, მაგრამ ისე მინის მარკეტი რომ მე მგონი ყოველთვის გასაგები არის აქ რო აღმოვალია და ბევრ დადასტურებას არ მოგცემს მარკეტი რომ ტრეიდი შეხვიდე ასე რომ შეიძლება პირდაპირ აიტანა დადამოს და ეგრევე მაღლა ავიდეს. არ მგონია რომ ძალიან ბევრ დადასტურება მოგცეს, მაგრამ ხო ის 100%-იანი არ არის, ჩემი აზრი არის. ორო გავგრძელოთ ნახილო ამის მერე ჩამოსვლა გქონდა აქედან როცა ესეთი რაღაცა ხდება მაგალითად აი აქ რომ სტრუქტურას ცვლის აი როგორ გავიგო სტრუქტურის შეცვლა ხო აქ გქონდა სტრუქტურის შეცვლა მაგალითად ავიდა მაღლა ჩამოვიდა კონსოლიდაცია და გარღვია მაღლა ანუ სტრუქტურა შეიცვლა მაღლა ხო და როცა ამას ჩამოწდება ეს არის უკვე დაღმავისგან შეიცვალა სტრუქტურა. მაგრამ სტრუქტურა არ უნდა შეიცვალოს რაღაც ანუ როგორც მაგალითად აი აქ, ესე არ უნდა შეიცვალოს. საგნახდება. აი ასე არ უნდა შეიცვალოს როგორც აქ. უნდა შეიცვალოს ძლიერი სანთლით მინიმუმ. აი აქაც ესეც შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ აი აქ ამდენი ფითი გადატოვა შეიძლება ჩავთვალოთ ესეც. აი ესეთი არ უნდა, ესეთი სანთლები არ უნდა იყოს, უნდა იყოს აი ესეთი ძლიერი სანთლით გარღვევა, რაც აი აქ არის. აქ არის ძლიერი სანთლით გარღვევა. მაგალითად აქაც არის ძლიერი სანთლით გარღვევა და მე ისე ქვევით ჩამოვიდა. და აი როგორც კი ესეთი სანთლებით გაარღვია, წვენი დატოვა. რა მოხდა წავიდა მაღლა, ხო? ასე რომ თუ ესეთი ძლიერი სანთლით არ არის სტრუქტურის შეცვლა, ბაიასი მაინც და მაინც დაღმავალი ნუ გექნება. აქ რატო შეიძლება რომ აი ეს აღმავალი გქონდეს? იმიტომ რომ აქ liquidity დაბლა ვეღარ გაარღვია
ძლიერ სანთლები წამოვიდა, აი აქ სტრუქტურა შეცვალა, აი აქ შეცვალა სტრუქტურა, თან აი ესეთი ძლიერი სანთლით, ჩამოვიდა დიმენდი შეავსო, კიდე ერთი დადასტურება რომ აღმავალი არის და მომავალშიც აღმავალი გაგრძელდება, თუ რა თქმა უნდა აქ კარგად გაარღვია, აი ესე როგორც არის ახლა აქ აიგრე არა, აქაც დიმენდი გვაქვს, აქაც გარღვევა, დიმენდი გარღვევა, აქ საათიანია ეს დიმენდი თუ შეიძლება ჩაითვალოს კი. ხო, ეხლა დაბალ time frame-ზე რო გავიხილოთ, როგორ ხდება ხოლმე ძირითადად დაბალ time frame-ზე შესვლა და დღევანდელი მაგალითიც რო განვიხილოთ, რა იყო დღეს, რა მოხდა და სად შეიძლება შესვლა. 5 წუთიანს ძირითადად უნდა იყოს ხოლმე დიმენდის შევსება. 5-3-1-იანს. 5-იანზე თუ არ არის დიმენდის შევსება, ძალიან ნაკლები ალბათობა რომ ზევით წავიდეს, მაგრამ ეს ეგრე, ანუ ისე არ არის, რომ 100%-იან ისე ხდება. აი მაგალითად აქ დიმენდი არ შეავსა 5 წუთიანი, მაგრამ როგორ უნდა გაგვიგო რომ ზევით წავიდოდა, ხო? აქ 5 წუთიანზე დატოვა აი ესეთი ფითილა სანთელი, მეორე სანთელი ესეთი ძლიერი იყო. მაგალითად აქ რო 5-იანზე ესე დატოვა, ვიფიქრებთ რომ აქ შესუსტებული არის მყიდველი, ხო? გამყიდველი. და 3-იანზე ვნახავთ რა იმას, მაგალითად, სად ვიყავით? ხო, აიქ. 3-იანზე ძლიერი სანთელი გვაქვს, ხედავთ. 1-იანზე ერთიანზეც ძლიერად წავედით ზემოთ, მაგრამ შევით აქ ხსნით trades, აქაც შეიძლება trade-ის გახსნა, მაგალითად აი ესე. ესე ვერ გახსნიდი ჯერ, აქაც ვერ გახსნიდი, ეს რო დატოვა ვერ გახსნიდი, მაგრამ ეს რო დატოვა, აი ამ სანთელზე უკვე შეგეძლო გახსნა. სტოპი, აქ სარისკო იქნებოდა, ცოტა დაბლა შეიძლებოდა, აი მაგალითად ამ სანთელთან. Profit-ი მინიმუმ უნდა იყოს 3-თან, როგორც ვიცით. ბანკოთ მალე შეიძლება აქვეც გაიყოს 2.5. აიღებდი აქსან trades, აქ გამოვიდო და მოგება. შემდეგ რას დაინახავდი 5 წუთიანზე. დავიკარგეთ. 5 წუთიანზე წავედით, ეხლა ვიცით რომ უკვე აღმავალშია ტრენდი, ხო? ძლიერად შევცვალე სტრუქტურა ესა ისე და ჩამოვედით დიმენდის შეავსეთ. ხა რა გვინდა ჩვენ? რაიმე ძლიერი მანიშნებელი იმისა, რომ ისე მაღლა გაგრძელდება. და აი ძლიერი მანიშნებელიც აი ეს ძლიერი სანთელი. ეხლა 3 წუთიანზე გადავალთ რამეს და ვინახავთ მაგალითად აი ეს სანთელი, ეს ორი სანთელი და ახლა უკვე 1 წუთიანზე დავიწყებთ ძევნას. ვიკარგებ. 1 წუთიანზე რა იქნებოდა დადასტურება? აქ რო წავედით ზემოთ, სტრუქტურის შეცვლა, ჩამოვედით დაბლა, ავიღეთ 1 წუთიანი ეს დიმენდი, აი ეს ძლიერი სანთელი დავტოვეთ და ეს საკმარისი იყო გასახსნელად. აქ შეიძლება მარტივად ჩანს, იმიტომ რომ მე პირდაპირ ხედავ რა მოხდა და მაგრამ მარკეტის დროსაც აი აქ ნათელია რომ ესეთ სანთელს რო ტოვებს, აქაც შეიძლება გახსნა, მაგრამ ერთხელ დაალიკვიდეითა, მეორედ უკვე აი აქ ერთხელ დაალიკვიდეითა, ორჯერ და მესამე ძევი წავიდა. აქაც აიღებდი trades დაახლოებით, იგივე შეგეძლო აქ. სამთან. ну აი აქ იყოს. ეს გამოვიდა და მშვენიერი trade.
დღევანდელი ტრილერში შესაძლებლობა პრინციპში სულ ეს იყო. თუ აქ დაგეკარგებოდა, აი აქაც შეიძლებოდა გახსნა 5 წუთიანი სოლარი იქნებოდა საჭირო დაგინახა. აი აქ შეავსო აი ეს და როგორ მიხვდებოდით, რომ ქვევით აღარ წამოვიდა. შესასწორდა გამყიდველი, ძლიერი აღმავლესანთელი და რა შევით. ხსნით ტრეიც აი აქ. Stop loss-ი აქ, low-ზე, ოდნავ დამბლოდა, take profit-ი სამთან. Მოჩა. აქ კიდეც შეიძლებოდა. ძირითადად time frame-ების უნდა აწყო დროები ზოგადად chain trading-ის როგორც ხარ მიჩვეული. ან თუ არ ხარ მიჩვეული, უნდა დატესტო რა დროს ხარ კარგი და არ არის საჭირო მთელი დღე მარკეტზე იყოს სიტყვაზე რა, სიტყვაზე იცი რომ პირველიდან 4-მდე კარგი ხარ, კარგად ცნობ მარკეტს როგორ მოძრაობს და ერთი პერიოდის შუალედში რომ დაამოღამო, მაგ პერიოდში როგორ მოძრაობს მარკეტი, დიდი ხნის განმავლობაში რომ დააკვირდები, მიხვდები. და არ არის საჭირო მთელი დღე ეჯდე რა, სიტყვაზე 11-დან პირველამდე იცი რა ხდება ხოლმე, დიდი ხანია დატესტილი გაქვს, შენ სტრატეგიას ერგება, შენთვისაც ცხოვრებისთვისაც მისაღებია, საკმარისია. 11-დან პირველამდე ჩავждები მარჩა. არ არის ეს რომ მთელი დღე მარკეტს ეჯდე და რაღაც მსგავსი.